ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია BBC-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საკითხის დრამატიზებისთვის BBC-მ გავრცელა ცრუ ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიტინგის დაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აღზრდილი ნივთიერება კამიტი გამოიყენა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასოდეს მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. როგორც მოგეხსენებათ, BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. თავითვე ცხადია, რომ BBC-ის სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ შექმნა საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ შექმნა საბაბი ქართული ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება. ახლოვდება EUTOS მინისტერიალი და ევროკომისიის მორგის შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები BBC-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეესწებიან. ამისათვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ იატაკს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩიც კი ესტუმრა. დღეს უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისე როგორც BBC-ის სიუჟეტის სიყალბეზე იყო აგებული. თუმცა ამ სიცრუის გამჟღავნების შემდეგ უკვე საკმაო ხანი გავიდა და სამარცხვინო კამპანიაზე დღემდე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედია საშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია BBC-ის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად გეგმავთ მიმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. დიდი მადლობა, თუ არის შეკითხვები, მისათარ გიპასუხოთ. მოგესალმებით, ტელეკომპანია იმედი, ნინი გოგიშვილი. თქვენ ვრცლად ისაუბრეთ BBC-ის ფილმთან დაკავშირებით ბრალდებებზე და იმაზე, რომ აპირებთ გამოძიების დაწყებას. პარალელურად ვიცით, რომ სუსმა დაიწყო გამოძიება. დაკითხვაზე იმყოფებოდნენ ექიმები, რომლებიც იყვნენ რესპონდენტები და ინტერვიუც მისცეს. გამოძიების ფარგლებში მათ შეიძლება ითქვას, რომ რიტორიკა შეცვალეს, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ მათი კვლევა საფუძველი არ ყოფილა BBC-ის გამოძიების. რეალურად რატომ შეიცვალა თქვენი აზრით რიტორიკა, რასთან გვაქვს საქმე? რა თქმა უნდა, როდესაც გამოძიება იწყება, იქ არის უკვე სხვა პასუხისმგებლობა, იქ არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, გამოძიების წინაშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მათ ინტერესებში არ შედის. ამ შემთხვევაში უკვე ამ სიცრუეზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. შესაბამისად, რაც მოიტყუეს BBC-სთან, იმას ვერ მოიტყუებიან, ბუნებრივია. გამოძიებასთან შესაბამისად უწევთ იმის უარყოფა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ერთი BBC ეყრდნობა მამაშვილი ჩახუნაშვილების განცხადებებს, რაც არის უკვე ყველაფრის მაჩვენებელი და მეორე ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას ნივთიერება კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ არათუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, ნაცმოძრაობის დროსაც კი არ შეუძენია შესასოს ეს ნივთიერება. შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, თუ რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს ჩვენ საქმე და რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა BBC-მ, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად. თუმცა სამწუხაროდ აქაც სტანდარტები არის მინიმუმამდე დასული, სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ეს ტელეკომპანია.
ბრიუსელში გახმაურებულ სკანდალთან დაკავშირებითაც უნდა გკითხოთ, ვიცით რომ ევროკომისიის მაღალჩინოსნები, მათ შორის ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი არის თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული. მეტი დეტალი ჯერჯერობით გამოძიებასთან დაკავშირებით უცნობია, თუმცა პოლიტიკური შეფასების და პოლიტიკურ ნაწილში რა განცხადების გაკეთება იქნება შესაძლებელი თქვენი მხრიდან, რასთან გვაქვს საქმე, რაზე მეტყველებს და რეალურად თაღლითობის ნაწილში ეს არ არის ბრიუსელში პირველი შემთხვევა, ესეც ვიცით. ყველა ძალიან კარგად ხედავთ, რომ ზოგადად კორუფცია არის ევროპული ბიუროკრატიის, თანამედროვე ევროპული ბიუროკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და რა თქმა უნდა ეს გამოძიებაც ამის კიდევ ერთი დასტურია. ასევე დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენ 27 ელჩის დემარში, ხო? რა თქმა უნდა ეს დემარშიც იყო კორუფციის გამოხატულება თავისი შინაარსით. ევროპულ ბიუროკრატიას აქვს სერიოზული პრობლემები, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის კორუფცია და ამის მორიგი დასტური ვიხილეთ ამ გამოძიების დაწყების სახით. ბოლო პერიოდში ზოგიერთი მედია საშუალების მხრიდან კვლავ გააქტიურდა საქართველოს ომში ჩართვის იძულების საკითხი, სულ ბოლოს ამასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა კელი დეგნანის ჩართულობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ვნახეთ კამპანია, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ასეთი იძულების მცდელობას ჰქონდა ადგილი. რადგან ისევ აქტუალურია ეს საკითხი, რისი თქმა შეგიძლიათ? რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეხვედრას კელი დეგნანთან, იქ საუბარი იყო კონკრეტულ თემაზე, ეს იყო სანქციების დაწესების თემა და ამაზე დეტალურად ისაუბრა თავად პარლამენტის თავმჯდომარემ. ამასთან ერთად შემიძლია გავიხსენო, რომ იყო დამატებით 3 შეხვედრა, 3 კონკრეტული შეხვედრა. ამ 3-დან ერთ-ერთს ვესწრებოდი პირადად მეც და ამ 3-დან 2 შეხვედრაზე იყო პირდაპირ საუბარი ომის გახსნასთან დაკავშირებით, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ანუ იქ არ იყო საუბარი მხოლოდ სანქციების დაწესებაზე, მხოლოდ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე, იმ შეხვედრებზე, კონკრეტულად 2 შეხვედრაზე, რომლითაგან ერთ-ერთს მე ვესწრებოდი, პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სრულიად ღია და პირდაპირი ტექსტებით. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, მან თავის შეხვედრა გაიხსენა, თუმცა ამის მიღმა იყო დამატებით 3 შეხვედრა, ვინ იყო მოსული, რა ფორმატში. შეგნებულად ავერიდები ამაზე საუბარს. 3 კონკრეტული შეხვედრა იყო აქედან 2 შემთხვევაში პირდაპირ ღიად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, მესამე შეხვედრაზე იყო საუბარი ირიბად იგივე თემაზე. მოლდოვური მედიის ცნობით, მოლდოვის მთლიანი სახელმწიფო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა, ვიცით ამ მიმართულებით უკრაინაში არ ამდგომარეობა, ანუ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ევროკავშირის ელჩი მაინც ირწმუნება, რომ საქართველოს უსწრებს მოლდოვა და უკრაინა. ოფიციალური სტატისტიკის უგულვებელყოფით მსგავსი განცხადებების გაკეთებას რა მიზანი აქვს და რეალურად სად არის საქართველო? უკვე გამოქვეყნა 2025 წლის ეკონომიკური პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ჩვენ 5 წელიწადში მოლდოვასთან ეკონომიკაში სხვაობა გავზარდეთ 12.5 მილიარდი დოლარით. ეს არის უზარმაზარი სხვაობა, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა შესაბამისად სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის. რაც ეფუძნება რას, რომ ჩვენ გვაქვს ერთი რომ სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გამართული მენეჯმენტი და ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტიტუტები და კორუფციისგან თავისუფალი გარემო და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში ეკონომიკა ბევრად უფრო სწრაფად იზრდება. ამისგან განსხვავებით, მოლდოვაში არის უმძიმესი პრობლემები, ეკონომიკაში გამოიხატება ეს ყველაფერი, ინსტიტუტების სისუსტე, მაღალი დონის კორუფცია, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მოლდოვას უჭირს საკუთარი ეკონომიკის განვითარება, თუმცა გვესმის უხეში განცხადები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოლდოვა არის ჩვენზე წინ. ფაქტები ადასტურებს ყველაფერში საპირისპიროს, ეს ეხება როგორც ეკონომიკას, ისე დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კორუფციის განთავისუფლებას და ნებისმიერ სხვა პარამეტრს. მოგესალმებით, ტელეკომპანია რუსთავი 2, ანი ხოშტარია. დღეს ვაშინგტონ ეგზამინმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც არის ანი ჩხიკვაძე, რომელიც გახლავთ ამერიკის ხმის ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც ეს სტატია არის აგებული მოსაზრებაზე და ამ სტატიაში წერია, რომ გამოყენებული იყო ქიმიური ნივთიერება, რომელიც აურიეს წყალში. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, როდესაც უკვე მეორე მედია ავრცელებს დაუდასტურებელ ინფორმაციას? ეს კონკრეტული ადამიანის არის უცხოური გავლენის აგენტი, თავის დროს მუშაობდა ამერიკის ხმაში, როგორც თქვენც აღნიშნეთ და ძალიან კარგად მოგეხსენებათ იგივე პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის ხმის მიმართ. ეს კონკრეტული მედია საშუალება იყო
დაკავებული ძალიან მძიმე საქმიანობით, მათ შორის კონკრეტული სახელმწიფოების წინააღმდეგ და ასე ტელეკომპანიაში მუშაობდა ეს კონკრეტული ადამიანი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დღეს უკვე სხვა მედია საშუალებიდან აგრძელებს ასეთივე საქმიანობას. ეს არის, რა თქმა უნდა, ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი ალბათ არ უნდა გაგიკვირდეს. გამარჯობა, რუსუდან დუმბაძე, TV პირველი. ისევ BBC-ს გამოძიებაზე დაგისვამთ ბატონო ირაკლი კითხვებს. ვარაუდი, რომელიც გამოთქვა BBC-მ, ეყრდნობა რამდენიმე მიმართულებით მოპოვებულ ინფორმაციას და მათ შორის ეს არის კონფიდენციალური დოკუმენტი. როგორც BBC ამბობს, ეს არის GDD-ს 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, სადაც არის ჩამოთვლილი ნივთიერებები და მათ შორის ქიმიური ფხვნილები გეცოდინებათ და ერთ-ერთი ფხვნილი კოდით UN 34-39 არის საეჭვო. მათ გადაამოწმა შემდგომ ექიმებთან და ითქვა, რომ ეს არის ნივთიერება, რომელიც არ უნდა იყოს გამოყენებული მოქალაქეების წინააღმდეგ. ის რომ შარშან წყლის ჭაულში იყო რაღაც გარეული, ამას შარშანვე ამბობდა ალექსანდრე დარახველიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი. და შემდგომ მთელი 1 წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ უწყებებისგან, რომ გვითხრით რა ნივთიერება იყო გარეული. და იმის თქვენ ამბობთ, რომ ეს არის მცდარი ინფორმაცია. აპირებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა ნივთიერება იყო გარეული. ამ კითხვაზე პასუხი დაასრულებდა საერთოდ ამ ამბავს ალბათ. თქვენ შეხება ნივთიერების გარევას, ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. რაც შეხება კონკრეტულად ინფორმაციას კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამაზე პრაქტიკულად გიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებშიც. ეს არის ის, რაც უკვე შეიძლება ითქვას. დანარჩენი მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა დეტალი ფხულთან დაკავშირებით იქნება გასაჯაროებული საზოგადოების წინაშე. ეს საკმაოდ სერიოზული საქმე ალბათ და დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მძიმეა ეს სერიოზული ტყუილია და შეიძლება პასუხის გაცემა. პასუხის გაცემა სჭირდება და მეტი გამჭვირვალობა. ანუ აპირებს თუ არა კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვეტყვის რა გამოიყენეს? კიდევ ერთხელ პირველი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა, ის რომ კამიტი არ გამოყენებულა, შესაბამისად BBC-ის სიცურეში უკვე ამხელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება გამოძიების დასრულებისთანავე, ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. რაც შეეხება ნივთიერება კამიტის გამოყენებას, ეს უკვე უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და ანალიზით დაყრდნობით, რომელიც მის ხელთა დანარჩენი დეტალური ინფორმაცია წარადგენება საზოგადოებას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ BBC-ის სიცრუეში უკვე ამხელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ ვაპირებთ მიმართოთ როგორც მარეგულირებულ კომისიას ბრიტანეთში, ისე საერთაშორისო მართლმსაჯულებას უნდა უარყოს BBC-მ ის ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა სპეცსამსახურების ხელმძღვანელობამ. აი ამაზე მართლმსაჯულებაზე გკითხავთ, უბრალოდ ამას მაინც დავუბრუნდები, როგორც აქ არის განმარტებული ეს ქიმიური სითხე, ეს კოდი მოიცავს ბევრ ნივთიერებას და არა მხოლოდ კამიტს. კამიტზეც მაქვს კითხვა, ვახტანგ გომელაური სულ სხვა რამეს ამბობდა და შემდეგ გელაძე სულ სხვა რამეს ამბობდა. ამიტომ არის კითხვები. გითხარით გამოძიების დასრულებას რატომ ელოდებით? გითხარით და გაფანტეთ ეს სპეკულაციები, თუ კი ხედავთ რომ სპეკულაცია. ვახტანგ გომელაურმა უკაცრავად თქვა ასეთი რამ, რომ ის ნივთიერებები, რაზეც საუბრობდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო 2009 წელს შეძენილი. არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს ის, რომ ნივთიერება კამიტი იყო გამოყენებული და მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა გეგა გელაძემ საზოგადოების წინაშე განაცხადა მკაფიოდ, რომ ნივთიერება კამიტი არ ყოფილა გამოყენებული. ამიტომ ასე ვთქვათ, უთანხმოება არ არის ამ ორ განცხადებას შორის. ზოგადად საუბრობდა ბატონი ვახტანგ გომელაური მასთან დაკავშირებით, რომ ეს ნივთიერებები იყო შეძენილი, ფხვნილი იყო შეძენილი 2009 წელს თავისი ყველა ნივთიერებით. რაც შეეხება ბატონ გელაძეს, მან განაცხადა, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხვნილი არ შეიცავდა, შესაბამისად BBC უკვე არის მხილებული ძალიან უხეშ ტყუილში. ჩვენ არ ვიცით რომელი ხართ მართალი. ამიტომ არის საჭირო გამოქვეყნება რა ნივთიერება იყო გარეული. გამოვიყენებთ სამ რამეს. და რატომ არ გაასაჯაროვეთ? მთელი 1 წელი, ანუ BBC-ს დასკვნის მერე ხომ თუ ამ ვარაუდის მერე ხომ არ სამ რამეს. პირველ რიგში ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება.
მეორე ეს არის მიმართვა ბრიტანულ კომუნიკაციების კომისიაში და მესამე ეს არის საერთაშორისო მართლმსაჯულება, რა თქმა უნდა, სამივე ეს ინსტანცია იმუშავებს ბატონო ირაკლი. ეს ნივთიერება, ეს კოდი აერთიანებს სხვადასხვა ნივთიერებას და BBC-ს ექიმები, სპეციალისტები ეუბნებიან, რომ ყველა ნივთიერება, რომელიც ამ კოდის რაღაც ქოლგის ქვეშ არის აკრძალული. და შესაბამისად ჩვენ გვაქვს კითხვა, მთელი 1 წელია თუ კი უწყებებს აქვს კითხვა. კი, ამაზე იყო საუბარი. კონკრეტული კოდის ქვეშ. ამ კოდის ქვეშ. ამ კოდის ქვეშ ერთ-ერთი ნივთიერება არის კამიტი, რომელიც არის აკრძალული და იქ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული. ანუ სხვა ნივთიერებები შეიძლება იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, არ აკრძალული ნივთიერებები, რა თქმა უნდა. ანუ ეს დოკუმენტი, რაც გამოქვეყნებულია ამ BBC-ს გამოძიებაში, ამ დოკუმენტს თქვენ ადასტურებთ? არსებობს ეს რეალურია, ავთენტურია? კოდი? კოდზე საუბრობ? ხო, აი ინვენტარიზაციის სია, სადაც აი ეს კოდებიც არის ჩამოთვლილი. კი, კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული ნივთიერებები. ხო, ხვდებით, რასაც ვამბობ. კოდი არაფერს არ იძლევა საერთოდ. შეისწავლეს ეს კოდები, ხო, ერთი BBC-მ ამ დროს გააკეთა რა, რომ მიუთითა კოდზე და შემდეგ თქვა ტყუილი, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ერთ-ერთი ნივთიერება იყო გამოყენებული, რაც ხო უხეში ტყუილი. ეს გააკეთა BBC. BBC ვარაუდობს ამაზე და სხვა ინფორმაციებზე. ვარაუდამდე ჩამოვიდით თან, ხო, ესეც საინტერესოა. ანუ ამ კოდის ქვეშ კეცებითი ფორმით აცხადებდა. ეს ნივთიერებები, ბატონო ირაკლი, ეს ნივთიერებები, რაც ამ კოდის ქვეშ არის, ის იყო შესყიდული სახელმწიფოს მიერ. იმ კოდის ქვეშ იყო, რა თქმა უნდა. იქ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული და შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებები, რა თქმა უნდა. დანარჩენს დეტალურად წარმოგიდგენთ სულ ინფორმაციას გამოძიებას გამოიყენეთ. იყო თუ არა ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები გამოყენებული 24 წლის აქციების. იქნებოდა სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ეს ხვნილი იქნა შეძენილი. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ კოდი არაფერს არ იძლევა, იმიტომ რომ კოდის ქვეშ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი არ არის აკრძალული. ეს კოდი საერთოდ არაფერს არ იძლევა. ჩვენ საუბრობთ კოდზე 34-39, ამ კოდზე საუბრობთ. და რაკიღა არსებობს ყოფილი სპეცრაზმელის ასე ვთქვათ განცხადება, რომ დაშვებული არ იყო აკრძალული ნივთიერებები და შემდგომ მაინც ივსებოდა წყლის ჭავლის მანქანები, ამით ამ ნივთიერებით თქვენ რა სიტყვით ამაზე? ის მართავდა, ის იყო ხელმძღვანელი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ვინც არის, ხო იცით? რამდენი ტყუილი აქვს აქამდე ნათქვამი ამ კონკრეტულ სპეცრაზმას. შესაბამისად არავითარი სანდოობა ამ კონკრეტულ ადამიანს არ აქვს, ხო? მე მგონი საუბარი იგივე ადამიანზე, რომელიც გაიქცა ერთ-ერთ ქვეყანაში თავის დროზე, ხო? რა სანდოობა შეიძლება ქონდეს ასეთ ადამიანს? სანდოობა თქვენც გჭირდება. ის არის რეალურად საკუთარი მუნდირის მოღალატე. გაიქცა, თავშესაფარი მიიღო უცხო ქვეყანაში, იმის სანაცვლოდ, რომ საუბრობს 1000 ტყუილზე, ხო? ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, ხო? მუნდირის მოღალატე არ შეიძლება გამოიყენოთ როგორც მოწმე. ბატონო ირაკლი, ამ ნივთიერებებზე ბოლო კითხვას დაგისვამთ, ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები იყო შეძენილი სახელმწიფოს მიერ, სავარაუდოდ ეს იყო გამოყენებული 24 წლის აქციების დროსაც, მაგრამ კონკრეტულად რა ნივთიერებები გაქვთ გამოყენებული, ამაზე შსს არ აპირებს რომ ისაუბროს. რას ქვია არ აპირებს? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და გამოძიების შედეგები დეტალურად ეცნობება საზოგადოებას. რას ქვია არ აპირებს? მაგრამ ამას გამოძიება რა სჭირდება? შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხო შეუძლია ერთია დოკუმენტაცია და მეორე არის თვითონ ფხნილის ანალიზი. სრულფასოვანი ანალიზი ჩატარდება და ამის საფუძველზე საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ ინფორმაციას. ფხნილის ანალიზი არ კეთდება, ან არ არის ცნობილი, ვიდრე შეისწრების, ვიდრე გამოიყენა. უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა. ბატონო? თუ ის გამოყენებული იყო მანამდე ხო გამოძიების ფარგლებში უნდა ჩატარდეს ყველაფრის დეტალური ანალიზი. ერთია თავის დროზე დოკუმენტაცია რაც იყო და მეორე ანალიზი და ახლა როცა დაიწყო გამოძიება უნდა ჩატარდეს რა თქმა უნდა ფხნილის ანალიზიც. საერთაშორისო მართლმსაჯულებას მიმართავთ ვამბობთ, რა შემთხვევაში ჩათვლით საჭიროთ, რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება ამ თემაზე? პირველ რიგში მიმართავთ ბრიტანულ კომისიას, დაულოდებით იქ გადაწყვეტილებას, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიმართოთ, ნახოთ. თუ საჭირო გახდა ეს შემდგომი ინსტანციის გამოყენება. კარგი, შევაჯამებ. ამ კოდის ქვეშ არსებული აკრძალული ნივთიერებები სახელმწიფოს შესყიდული არ ჰქონია არასდროს? კიდევ ერთხელ გამიმეორებ, კონკრეტულად ნივთიერება კამიტი ეს უკვე შეიძლება ითქვას. 34-39 რაც მარტივად იყო დადგენილი და დადგენადი ნივთიერება კამიტი არ შედიოდა, დანარჩენზე ანალიზები გრძელდება და დეტალური ინფორმაცია წარადგინება საზოგადოებას.
34-39 კოდის ქვეშ. კოდის ქვეშ არის, დიახ. აკრძალული. კამიტიც არის. აკრძალული სხვა შეიძლება იყოს ამ აკრძალული კოდის ქვეშ, კამიტიც არის ამ კოდის ქვეშ, თუმცა უკვე რაც შეიძლება ითქვას, კამიტს არ შეიცავდა ეს კონკრეტული ფხვნილი, დანარჩენი დეტალური ანალიზი წარადგინება საზოგადოებას, ხო? ერთია ერთი ნივთიერების დადგენა და მეორე აკრძალული ნივთიერებები იყო შეძენილი? მაგას ადგენს გამოძიება, რაიმე აკრძალული შეიცავდა თუ არა, ხო? ეს უნდა გამოძიებამ გამოძიებამ დაადგინოს, ოფიციალურად და შემდეგ წარადგინება საზოგადოებას ინფორმაცია. ანუ მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული, ამას დაადგენს გამოძიება და საზოგადოებას ესწრებება მოგვიანებით. ვანო მერაბიშვილმა თუ შეიძინა, თქვენ უნდა გწოდნოდათ ამ დრომდე და გაგენადგურებინათ, თუ კი იყო აკრძალული. ანალიზი დაადგენს ეს ფხვნილი შეიცავდა თუ არა აკრძალულ ნივთიერებას. და აი ვანო მერაბიშვილმა თუ შეიძინა 2009 წლიდან თუ რომელ წელსაც ამბობთ, ანუ ამის მერე ხომ უნდა თქვენ დაგედგინათ რა არის საწყობში, რა ნივთიერება გაქვთ დასაწყობებული, რა არის გასაქრობი. თქვენ გავალდებულებ საერთაშორისო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნებოდა ინფორმაცია, რომ აკრძალულ ნივთიერებებს არ შეიცავდა ეს ფხვნილი, თუმცა ყველაფერს კიდევ ერთხელ გადახედავს გამოძიება. კარგი, კარგი, ალბათ ამოვწურავთ ამ თემასაც. ერთი თემა სხვა თემაზე მაქვს კითხვა, თუ შეიძლება ლავროვის უწყების განცხადებაზე მინდა გკითხოთ. რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, ამბობს რუსული საგარეო უწყება, რადგან თბილისის სააკაშვილის რეჟიმის დროს გამოხატულ პოზიციას ინარჩუნებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. მიიჩნევთ თუ არა, რომ ეს არის კონკრეტული პირობები მოსკოვის მხრიდან თბილისის მიმართ წაყენებული, გაიწვიეთ არაღიარება, ან ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას, თქვენ გადაჭრით შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, რომ რუსეთთან დიალოგისთვის საქართველოს პოზიციას არ შეცვლის. ჩვენთვის თავარია ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული პოზიცია და ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, ხო, რაც დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის საკითხთან. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რა თქმა უნდა, არავითარ კომპრომისს ეს საკითხი არ ექვემდებარება. ეს არის კაფეოდ რაც შემიძლია გითხრათ. მათ შორის არც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეს თქვი, მარტო ეს თქვი, სხვა არ მithქვამს. დეოკუპაცია არის წითელი ხაზი, ეს საკითხი არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვას ბუნებრივია არ ვაპირებთ. ჯობა ტელეკომპანია ფორმულა საუბრობ აბაზე. BBC-ზე დაგისვამთ მეც რამდენიმე კითხვას. რამდენჯერმე თქვით, რომ კამიტის გამოყენება გამორიცხა, კამიტის ფლობაც კი გამორიცხა გელა გელაძემ და ამით ამხილა მან თითქოს ტყუილში ტელეკომპანია BBC. მაგრამ მან ეს გააკეთა მხოლოდ სიტყვებით და დასტურად არ წარმოუდგენია ერთი ოფიციალური დოკუმენტიც კი. თქვენ გთავაზობთ, რომ სიტყვაზე ვენდოთ გელა გელაძეს, რომ კამიტი არ გამოყენებია. არ გთავაზობთ. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, თქვით ან უკვე ორჯერ. გამოძიება როცა დასრულდება, დეტალური ინფორმაცია წარადგინება საზოგადოებას, მათ შორის მედიასაც. როგორც კი დასრულდება გამოძიება, რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც ბატონმა გეგა გელაძემ გაავრცელა, ის ეფუძნება კონკრეტულ მასალას, ხო? ადვილია უფრო მეტად, რომ გამორიცხო ერთი ნივთიერების არსებობა არ არსებობა ფხვნილში, ვიდრე შეისწავლოს სრული სპექტრი. უკვე დადგენილია შესაბამისი პროცედურებით, რომ ნივთიერება კამიც ეს ფხვნილი არ შეიცავდა. დანარჩენ სრულ სპექტრთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოძიება გაუზიარებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის მედია საშუალებას. იმავე პროცედურით, რომლითაც უკვე დაადგინეთ, რომ კამიც არ შეიცავდა გამოყენებული ნივთიერება. თავისთავად ცხადი გახდა ისიც, რაც შეიცავდა. არა, მაგას დამატებითი ანალიზი შეიძლება რა თქმა უნდა. ანუ ადვილია უფრო ერთის გამორიცხვა, ვიდრე სრული სპექტრის დადგენა. მხოლოდ კამიტის გამორიცხვა მოახერხეთ, მაგრამ მოახერხეთ დაგედგინათ თუ არა კამიტი აბა რა შეიცავდა. გამოირიცხვა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ეს ინფორმაცია წარადგინება სად ჩატარდა ეს პროცედურა? რომელმა უწყებამ ჩაატარა პროცედურა, რომლითაც დაადგინეთ, რომ კამიტი არ გამოგიყენებიათ? ამ თემაზე მუშაობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო. კონკრეტულად რომელმა დაადგინა, არ ვიცი, შეგვიძლია შესაბამის უწყებას გკითხოთ. გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა, მხოლოდ რამდენიმე საათში მომისმინეთ აქედან გელა გელაძის განცხადება, რომ კამიტ, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული რამდენიმე საათიანი გამოძიების პირობებში თქვენ უკვე დადგენილი გქონდათ, აი ამ გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, მას უკვე ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნივთიერება მინისტრს ეს ინფორმაცია სუსიდან სუსში ჩატარებული. მე ვერ გეტყვით, ეს შეიძლება გითხოთ შესაბამის უწყებას, სუს დაეკნოთ თუ თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას უტყუარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კამიტი არ გამოყენებულა და მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ინფორმაცია არის უტყუარი.
ამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რომელი ნივთიერება იყო გამოყენებული, როგორც თქვენ გვეუბნებით და გამოძიების დასრულებამდე ჩვენ რატომღაც არ ვიცით, პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რატომღაც ვერ გვეუბნება, რომელი ნივთიერება გამოიყენეს სულ რაღაც 1 წლის წინ. კი ბატონო, ეს ასია. მაგრამ თქვენ როგორც აღნიშნეთ, იმ კოდის ქვეშ არის კამიტის გარდა სხვა აკრძალული ნივთიერებებიც, ხო? არა მხოლოდ არააკრძალული ნივთიერებები, არამედ აკრძალული ნივთიერებებიც. ამ დროისთვის შეგიძლიათ იმის გამორიცხვა, რომ კი ბატონო კამიტი არა, როგორც გვარწმუნებთ, არ გამოგიყენებიათ, მაგრამ ასევე არ გამოგიყენებიათ სხვა აკრძალული ნივთიერებები, რომლებიც ამ კოდის ქვეშ იგულისხმებიან. მე ასე მგონია, იმიტომ რომ სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე, ანუ მერაბიშვილმა. თუმცა ნუ ეს ჩემი ვარაუდია, ჯობია დაველოდოთ, რა თქმა უნდა, ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ხო, არ იქნება სერიოზული მე გაუსწრო წინ გამოძიებას და გითხრათ ის თუ რამდენად აკრძალული ან არაკრძალული ინფორმაციები ნივთიერებები იყო გამოყენებული. უფრო სერიოზული იქნება თუ მოგიწოდებთ რომ დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიებისგან მივიღოთ დეტალური ინფორმაცია. პასუხი შეიცავს იმის დაშვებას, რომ შესაძლოა სხვა არააკრძალული, სხვა აკრძალული ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრაციების. ჩემი პასუხი შეიცავს მინისტრობას. გესმით რამდენად მძიმე? ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე ვსაუბრობთ მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩემი პასუხი შეიცავს ერთ-ერთ რამეს, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებამდე ჩემგან რამე რატომ არ შეგიძლიათ თქვენ როგორც გამოძიება გრძელდება. გამოძიება გრძელდება. რომ თქვენი მართლობის პირობებში გამოძიებას არ დაველოდოთ? ეს ხო არასერიოზული იქნებოდა ჩემგან. ნახეთ, გამოძიება დაიწყო, გამოძიება უნდა დაადგინოს, რა ნივთიერებებს შეიცავდა ფხვნილი. როგორ შეიძლება მე ასეთი არასერიოზული განცხადება გავაკეთო და თქვა რომ რაღაცა შეიცავდა და რაღაცას არ შეიცავდა. ეს იქნებოდა საფუძვლით ესხმით თავს. BBC ალბათობის მაღალი ხარისხი ვარაუდა, რომ საქმე გვაქვს უკაცრავად კამიტის გამოყენებასთან, თუმცა იქვე მიუთითა რომ აქ შესაძლოა რომელიმე სხვა ასევე აკრძალული ნივთიერებაც იყოს გამოყენებული. მაშინ BBC-ს რას ერჩით თუ გვეუბნებით რომ თქვენვე უნდა გაარკვიოთ ჯერ კიდევ თქვენს არ ხართ გაწეული, სინამდვილეში გამოიყენეთ თუ არა აკრძალული ნივთიერება. ნახეთ, შეგნებულად მოხდა საკითხის დრამატიზება. პირდაპირ BBC როდესაც ამბობს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ნივთიერება და მაშინვე გაგრძელებული ნივთიერება კამიტი იყო გამოყენებული მიტინგის დაშლის დროს. ეს არის შეგნებული დრამატიზების მცდელობა. და ეს სიცრუე ძალიან მარტივად ამხილა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დანარჩენს დაადგენს გამოძიება და წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას. ერთადერთი რატომაც მე არ გცემ დღეს პასუხს ამ კითხვაზე არის ის რომ სერიოზულობით უნდა მოვაგიდოთ გამოძიებას, შენ უნდა დასრულდეს სრული გამოძიება და შემდეგ უნდა ვისაუბროთ ყველაფერთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიტყვით, ანუ BBC ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდა რომ საქმე გვაქვს კამიტის გამოყენებასთან, თუმცა ამ გამოძიებით BBC-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით არც ის გამოირიცხება რომ სხვა აკრძალულ ნივთიერებასთან მქონდეს საქმე და თქვენი ეს პასუხიც ავლენს ამის ალბათობას. თქვენ ამბობთ რომ გამოძიება სწორედ ამის გასარკვევად უნდა დაველოდოთ და დაელოდეთ მაშინ თქვენს ამ გამოძიებას. მე შეიძლება ვიცოდე რომ ვიღაცამ კაცი არ მოკლა, მაგრამ გამოძიება თუ გრძელდება, მე არ მაქვს იმის უფლება რომ ასეთ რამ გითხრათ. ხვდებით რაზეა საუბარი? პირადად დარწმუნებული ხართ იმაში რომ არ გამოუყენებიათ აკრძალული ნივთიერება. მე ასეთი ვარაუდით შემიძლია ვისაუბრო, წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადაემოწმებინა ის თუ რა ნივთიერება შეიძინა ანუ მერაბიშვილმა 2009 წელს. წესით უნდა გადაემოწმებინა. თუ არ გადაამოწმება, თუ აღმოჩნდება, თუ გამოძიება დაადგენს რომ საქმე მართლაც მივიდა იქამდე რომ აკრძალულ ნივთიერებას ფლობდა და იყენებდა კიდეც დემონსტრანტების წინააღმდეგ. ან მინიმუმ ფლობდა. ამაზე გამოძიება გაგცემთ პასუხს. პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ. თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განიხილოს. ამაზე გამოძიება გაგცემთ პასუხს, გამოძიება გაგცემთ პასუხს იმის და მიხედვით თუ რა არის სინამდვილე. ხო და თქვენს მინიმუმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ასეთ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ თუ არა. როგორ თუ თქვენი მართლობის პირობებში აღმოჩნდა რომ თურმე გამოიყენეს იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ. როგორ გეკადრებათ? თეორიულადაც რო დაუშვათ, აქ არაფერ შუაში არ არის. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, ხო, 2009 წელს გარკვეული ფხვნილი, გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ანუ მერაბიშვილმა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის რა თქმა უნდა, ანუ მერაბიშვილი, იმიტომ რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის, რომ შეუძენია თუ ასეთი რამ დადგინდება. და ვახტანგ გომელაური რატომ ინახავდა თქვენი თავი? იმიტომ არ გისურვებთ, რომ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამოვლინდეს როგორც დამნაშავე ამ საქმეში. და არა მაგალითად თუნდაც ვახტანგ გომელაური, რომლის მართლობის პირობებში, მინისტრობის პირობებში ასევე ინახებოდა. ჯერ ვისაუბრობ თეორიას. თეორიაზე ვსაუბრობთ. ხო, მაგრამ თეორიაზე ასეთი განვითარების შემთხვევაში თეორიაზე ნუ გავაგრძელებთ საუბარს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მაგრამ თეორიულად თუ მეკითხებით და პოლიტიკურად
არ გირჩევთ, რომ თქვენი პარტიის ლიდერი აღმოჩნდეს დამნაშავე ამ საქმეში. ისოთ კითხვა კი ბატონო, თქვენ წეგან ორ თემაზე მაქვს კითხვა თუ შეიძლება რომელსაც საშუალება. ერთი არის მიხეილ ყაველაშვილის განცხადება, უბრალოდ ინტერვიუ Deutsche Welle-სთან, სადაც მან თქვა, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რასაც ხშირად ვისმენთ თქვენგანაც და თქვენი პარტიის სხვა ლიდერებისგანაც, მაგრამ იქვე მან თქვა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ასეთ შემთხვევაშიც ევროკავშირი 2030 წელს გაწევრიანების პროცესის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით. თქვენც უშვებთ, რომ 2030 წელსაც მოხდეს ისე, თუ თქვენ იქნებით ხელისუფლებაში, რომ არ დაიწყოს ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების შესახებ პროცესი. ნახეთ, მე როგორ ვისაუბრო აქაც თეორიულ საკითხებზე. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ხო, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ევროკავშირის მიდგომებს, თუ გაგრძელდება ის სამარცხვინო მიდგომა, რასაც ხედავთ აქამდე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თქო უნდა იქაც შეიძლება გაგრძელდეს უსამართლობა. მაგრამ გვაქვს იმედი. საიდან გაჩნდა ეს თარიღი? არა, ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის. ახლა რომ მზად ხართ, კი არა, საუკეთესოდ ხართ მომზადებული თქვენ თუ არა, რაც ვალდებულებებია შესრულებელი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე და DCFTA-დან გამომდინარე. და ვამბობთ, რომ 2030 წლისთვის ვიქნებით მზად. და დანარჩენი დამოკიდებულია სამართლიანობაზე. კარგი, შალვა პაპუაშვილთან ტკენი დეგნანის შეხვედრაზე დაგისვეს შეკითხვა და ამ თემაზეც რო გვიპასუხოთ. პაპუაშვილი დიდი ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ტკენი დეგნანი მას კაბინეტში სტუმრობისას მაგიდაზე მუშტებს უბრახუნებდა და მისგან მოითხოვდა ომში ჩართვას. და ეს განცხადება მან უარყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა მის ამ გზავნილს უწოდა აბსოლუტური სიცრუე. არა, რასაც ამბობდა. თქვენგანაც ვისმენთ, რომ თურმე ტკენი დეგნანთან სავარაუდოდ თუ რომელიმე სხვა შეგნებულად არ დავასახელე. აი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაასახელოთ ბატონო ირაკლი, იმიტომ რომ როცა როგორც კი ჩავეძიეთ შალვა პაპუაშვილს, მან უკან დაიხია და იქნებ თქვენს მე შემიძლია გითხრათ ძალიან კონკრეტულად. არა, ძალიან კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, ის ყოველთვის აცხადებდა, რომ მასთან იყო ტკენი დეგნანი მისული მუშტების ბრახუნით და ითხოვდა სანქციების დაწესებას. ეს ერთი. რაც შეეხება სამ სხვა შეხვედრას. გაიმართა სამი სხვადასხვა შეხვედრა, ერთ-ერთს ვესწრებოდი პირადად მე. ეს იყო თებერვლის პირველ ნახევარში. მეორე შეხვედრა შედგა თებერვლის ბოლოს, ომი იყო 2-3 დღის დაწყებული, იქნებოდა 26-27 თებერვალი, ან 28 ომის დაწყებიდან მალევე. მესამე შეხვედრა შედგა თორსები მარტის შუა რიცხვებში. ამ სამი შეხვედრიდან ორ შეხვედრაზე იყო ღიად საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე. მათ შორის ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული მაგალითად, რომ როცა კითხვა დაისვა, რომ დაუშვათ ვეღარ შევაკავეთ აგრესია, რა ხდება ამ შემთხვევაში და პირდაპირ გითხრეს, რომ პარტიზანულ ომზე უნდა გადახვიდეთ. ამ დონეზე დეტალებში მიდიოდა საუბარი ამ თემასთან შეკითხებით. პირდაპირ მოგიწოდეს მეორე ფრონტი გახსნით, რომ რუსეთს ეომეთო ამ სიტყვებით გითხრეს? დიახ, მეორე ფრონტის გახსნაზე იყო პირდაპირ საუბარი. და თქვენ ვეუბნებით, რომ არ უნდა ვიცოდეთ, ვინ გითხრათ ამის შესახებ? არ ივარგებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ ივარგებს მეტი დეტალის თქმა. მტკიცებულება ბატონო ირაკლი, თუ სიტყვაზე უნდა გენდოთ თქვენც, რომ ნამდვილად გაიგონეთ, როგორ გითხრათ შეხვედრაზე რომელიღაც პარტნიორმა, რომ აი ჩაერთეთ ომში. კიდევ ერთხელ გაემერებ, რომ ჩვენ დეტალებზე ახლა რომ გქონდეს ამას ხო არ ვიტყვით. მით უმეტეს რომ სახელსა და გვარსაც არ ვამბობთ, ხო? ეს ერთი. რაც შეეხება სხვა თემებს, გარდა იმისა, გარდა იმის, კი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ სიტყვებს ვიმეორებ, რომ თუ ვერ შევაკავეთ, მე რა ხდება და პარტიზანულ ომზე გადადითო. ეს სხვა ნაწილია ბატონო. არა, ეს მოწოდება იყო რომ ომში ჩაერთეთო. მეორე ფრონტისკენ მოწოდება იყო პირდაპირ, ღია ტექსტით. და მე კიდევ უფრო მძიმე რამეს გეუბნებით. ქვეყანა თავზე რომ დაგექცევა თუ ტყიდან იუმეთო. ეს გითხრეს და ეს კიდევ უფრო მძიმეა, რასაც მე ვიხსენებ. პირველად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე და მე კიდევ უფრო მძიმე რამე გითხრეს, რომ ტყეებიდან უნდა გვეძება პარტიზანულ ომში. ბატონო ირაკლი, რაც ყველაზე საინტერესოა, თქვენ ამბობთ, იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე. მე გეკითხებით. მოითხოვეს თქვენგან მეორე ფრონტის. აბა რას ვამბობ, ბავშვ ვარ. ომში ჩაერთეთო, ასე გითხრეს? კი, დიახ, მეორე ფრონტი გახსენეთ, ომში ჩაერთეთო. აბა მეტი რას ვამბობ. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, თქვენ წეღანაც გაიმეორეთ, რომ ის ამბობდა, რომ უშტებს უბრახუნებდა მაგიდაზე მას ტკენი დეგნანი, მაგრამ ბოლოს შალვა პაპუაშვილმა თავის განცხადებაში, რომელიც ასევე სავარაუდოდ მოისმინეთ, თქვა, რომ ეს იყო მეტაფორა და გამოიყენა მხოლოდ იმისთვის, რომ აღეწერა მკაცრი ტონი ელჩის. რა თქმა უნდა, ახლა მუშტები პირდაპირ მუშტი ხო არ უნდა წარმოიდგინო, აგრესიული იყო ხოლმე ეს ქალბატონი, უხეში იყო
განცხადებაზე მუშტების ბრახუნზე უარეს აკეთებდა ხოლმე. თქვენ დაინტერესდით თქვენს შეხვედრებზე გითხავთ, რატომ მოგიწოდებდათ ამისკენ? ანუ როცა რომელიღაც თქვენი პარტნიორმა თქვენი მტკიცებით გითხრათ, რომ ომში უნდა ჩართულიყავით, რა იყო მათი ინტერესი? რა თქმა უნდა, დეტალებში ქონდა საუბარი, ყველაფერთან დაკავშირებით. უამრავი კითხვა დაისვა, იყო კითხვები, რაზეც არ პასუხობდნენ. მაგალითად, იყო ერთი და იგივე შეკითხვა, რომელიც 5 ჯერ დაისვა ჩვენი მხრიდან, ამ შეკითხვასაც არ დავაკონკრეტებ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და 5-ვე ჯერ დუმილით უპასუხეს. უხეშად ითხოვდნენ ჩართვას. რაღაც კითხვების დასმის უფლებასაც კი არ გვაძლევდნენ, მათი განმოსახედიდან. აი ესეთი უხეში იყო დამოკიდებული. რაც შეეხება მუშტების ბრახუნს, მუშტების ბრახუნი შეიძლება მუშტების ბრახუნზე უარეს აკეთებდა ხოლმე ეს ქალბატონი, როცა მოდიოდა შეხვედრებზე. ქალბატონთან გვაქვს საკ. არა, პაპუაშვილთან კელი დეგენანის სტუმრობაზე ვსაუბრობ, ხო, ისტერიკებს აწყობდა ხოლმე. უმძიმესი იყო მისი ნახვა შეხვედრებზე. არაერთი ასეთი ისტერიკა მოუწყვია მას, ამიტომ მუშტების ბრახუნი აუცილებელი არ არის, რომ მაგიდაზე მაინც და მაინც ხელი დაარტყას ვიღაცამ, ხო? უარეს აკეთებდა ხოლმე. და დარწმუნებულიო, რომ იგივე გააკეთა შალვა პაპუაშვილთანაც. კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ 3 შეხვედრა იყო, 3 შეხვედრიდან 2-ზე ერთს მივესწრებოდი ამ 3-დან, 2-ზე პირდაპირ მოწოდება იყო მეორე ფრონტისკენ. ამ 3-დან ერთს. ნაციონალური მოძრაობა ბრიფინგზე დღეს კიდევ ერთხელ ეხმაურება არაბულ მასშტაბურ ინვესტიციას და ამბობს, რომ არ არსებობს ეს პროექტი, ქართული მიწა ქართულმა ოცნებამ არაბებს მიყიდა და ითხოვენ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას. რას პასუხობთ მათ? თვითონ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყველა საკვანძო საკითხი არის უკვე ცნობილი. ყველა საკვანძო საკითხი, ხო? ერთობლივი კომპანია ფუძდება, ჩვენი წილი აქედან არის 33.3% მიწის გასხვისების უფლება არ აქვს ამ ერთობლივ კომპანიასთან მის საკუთრებაშია ეს მიწა და კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ თვითონ მიწას თავისი ავტონომიური დატვირთვა აღარ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ის არის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულებით გამოსაყენებელი, იქ აშენდება კონკრეტული ნაგებობები და ის მიწა იქნება დამაგრებული შესაბამის ნაგებობებზე, ანუ თავისი ავტონომიური დატვირთვაც არ იქნება. დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტურად სპეკულაცია. ყველა დეტალი არის ცნობილი. ერთობლივი კომპანია ფუძდება, ვის საკუთრება მიწა, რამდენია ჩვენი სახელმწიფოს წილი ამ ყველაფერში, როგორია რაც შეეხება თვითონ განაშენიანებას, ეს ყველაფერი გავა საგრებულოების ხდომებს და შესაბამისად საზოგადოებისთვის სრულად ცნობილი იქნება ყველა დეტალი, მათ შორის გამწონებასთან დაკავშირებით, განაშენიანებასთან დაკავშირებით, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. და ეს არის აბსოლუტურად კომერციული შეთანხმება, იქ რაზეც საუბრობდნენ, რომ მეჩეთები უნდა აშენდეს და ეს შემდეგ არც ერთ ასეთ დეტალს არ შეიცავს, საკითხს არ შეიცავს ბუნებრივი ეს ხელშეკრულება. ყველაფერი არის სპეკულაციები, რა თქმა უნდა, ეს არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს აკოორდინირებს ამ პოლიტიკურ პარტიებს, არის შეშფოთებული იმით, რომ საქართველოში უნდა შემოვიდეს 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ მოლდოვას ისედაც გავასწარით ეკონომიკურად 12.5 მილიარდი დოლარით. ხო, სხვაობა გაიზარდა 12.5 მილიარდი დოლარით. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტი ხელს შეუწყობს ამ სხვაობის კიდევ უფრო მეტად გასცას და ზოგადად ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ამით არის შეშფოთებული ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს საქართველოში მართავს ამ უცხოურ აგენტურას. ხო, ესენი არიან ნაცმოძრაობა, ლელო, ალტინფო, პატრიოტთა ალიანსი. ერთ ხელიდან იმართება ის პროცესი, რომელიც არის სამწუხაროდ მიმართული ამ სტრატეგიული პროექტის წინააღმდეგ. ამას გამოძიება დაადგენს, ვინ უნდა იყოს გამოგითხოვილი, ვინ არა, ამას დაადგენს გამოძიება. არ ვიცი, შეიძლება მე ვერ გამოვრიცხავ, გამოძიება არის პასუხისმგებელი კონკრეტულ ქმედებებზე, შესაბამისად გამოძიება მიიღებს გადაწყვეტილებას. ბატონო? შეიძლება რაც შეეხება კვალიფიკაციას და ადამიანების გამოკითხვას და ამ შემდეგ ყველაფერი არის კონკრეტული უწყების პრეროგატივა. ამ შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა თემასთან დაკავშირებით ბუნებრივია ესენი მიიღება გადაწყვეტილებას.